რუსული პროპაგანდისა და თანამედროვე საინფორმაციო ომის საკითხებზე დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. მედია მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიაზე მსჯელობდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა სახელმწიფო სტრუქტურებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს. განხილული იყო 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს მიმდინარე რუსული საინფორმაციო ომის საკითხებიც. პრობლემა ძალიან სერიოზულია და რუსეთი საქართველოს და არა მხოლოდ წინააღმდეგ იბრძვის ახლა განსხვავებული სტრატეგიით, განსხვავებულით ვიდრე მას შემოშევებული ქონდა 2008 წელს ან მანამდე და ამ სტრატეგიის თანახმად ის იყენებს რბილ ძალას. ქართულ ენაზე ხდება რუსულენოვანი პროპაგანდის გავრცელება, რომელიც მიმართულია დასავლეთის დასავლური ღირებულების წინააღმდეგ. ხელისუფლებას დაწყებული აქვს სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი, ამას სჭირდება სწორი გზავნილების მიწოდება მოსახლეობისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია თუ რა არის მიზანი ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის.